ფრენა არის ნამდვილი და შეძენილია 1 სექტემბრისთვის. ჩემს სახელზე და გვარზე, ჩემი პირადობის ნომრით და არის გადახდილი. იმ ვიღაცა შეშლილმა ავადმყოფმა ჩემს სახელზე იყიდა ფრენა შანხაის მიმართულებით 1 სექტემბრისთვის დაჯავშნა და გადაიხადა თანხა. ვერანაირად ვერ ხვდები, რატომ უნდა შეუძინოს სრულიად უცხო ადამიანს ავიაბილეთები. ამის რა მიზანი უნდა გქონდეს, ადამიანი ან ავადმყოფია ამ დროს, ან რაღაც ძალიან ცუდი მიზანი აქვს. არ მესმის რას უნდა ნიშნავდეს აი ეს დამსხვრეული ფიგურა, რომელიც ჩადო დამატებით ამ ამანატში. და კიდევ აი ეს რაღაც გაურკვეველი ფურცლები, გაურკვეველი ციფრებით, რომელიც აი ესეთი ისტერიულად გრძელდება 30, 16, 26, 18, 17, 69. აზრზე არ ვარ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი. მამაჩემის მეგობარი არის ძალიან კარგი და ცნობილი ისტორიკოსი. გვირჩია, რომ ეს ყველაფერი არ მიგვეტანა პოლიციაში. გითხრა, რომ ჯობია გაუკეთოთ ამას ანალიზი, ინახოს რომელი წლის ფურცლებია და გაუკეთდეს ეგრეთ წოდებული შიფრი. თქვა, რომ შესაძლოა ეს რიცხვები რაიმეს ნიშნავდეს. ყველაზე მეტად არ მესმის, რას ფიქრობს თვითონ კოლექციონერი. როგორ შეიძლება ადამიანმა დაიჯერო ის ფაქტი, რომ ვიღაცას ფრენას დაუჯავშნი რაღაც კონკრეტულ თარიღზე და კოლექციონერია.